ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიზინა ივანიშვილი და მისი გუნდი, ბატონი ბიზინა და მისი გუნდი არის საქართველოს ფაქტიურად ზნეობის სადარაჯოზე და ენა მამულის და საწუნების სადარაჯოზე. ამის გამო ხედავ ჩვენ რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ბრძოლები უხდებათ მათ გარედან. ბიზინა ივანიშვილს თუ გავითვალისწინებთ, თუ არის ათეისტი, მას ღმერთის არ ჯერა. სამღვდელოებას ძალიან აგდებულად ექცევა. მაგალითად ვარ მომსწრე იმისი, რომ დედამისის 40-ის სუფრაზე, როდესაც მეუფეები მოვიდნენ და დაჯდნენ, ბიზინა ივანიშვილმა თავის ძაღლი აიყვანა და სუფრაზე დასვა მეუფეების მაგიდაზე. ანუ ამით დაამცირა მეუფეები. იქიდან გამომდინარე, რომ მას რწმენა არ აქვს. მისთვის არ არის ძვირფასი არაფერი, გარდა ფულისა. რაც ამ მთავრობამ გააკეთა და გაუკეთა ეკლესიაზე კონკრეტულად პატრიარქს. არც ერთს არ გაუკეთებია. როცა ბიზინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა მან, როცა თვითონ იყო რეიტინგულად. პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ბრძანოს ის როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიარებთ. ანუ ვინც უკანონოდ ისმენს, არა მარტო სუსის სავარაუდოდ, კანონო მოსმენა, არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და ვინც ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე პასუხობრივად. რატომ უსმენდნენ სასულიერო პირებს საძინებელში და მათ შორის რატომ უსმენდნენ პატრიარქის ახლო გარემოცვას? ეს კითხვები რა თქმა უნდა პასუხგაუცემელი დარჩა, ამიტომ მესამე სექტორს ახლა მიაჩნია, რომ კომპრომატების შეგროვება სასულიერო პირების პოლიტიკური შანტაჟის მთავარი იარაღი იყო. ასე ცდილობდა ოცნება გავლენების გაძლიერებას.